იცოდით, რომ ჩვენ მილიონობით ბარელი ნავთობი ამოვიამოვირეთ. არავინ იცის ეს. იცით ვინ არის იცის ეს? ირანმა აქამდე. სხვავამეს 22 გემი გავიყვანეთ გვიან ღამით, უშუქოთ. პანიკა იწყება ჰორმუზის სრუტეში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამ ხუთშაბათს 2026 წლის 11 ივნისს გაამჟღავნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა საიდუმლო ოპერაცია კომერციული გემებისა და ნავთობის ტანკერების გასაცილებლად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე გასასვლელში. ეს განცხადება ბომბასავით ჩამოვარდა, რადგან ტრამპმა განაცხადა, რომ 100 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი და 200-ზე მეტი გემი სრუტეში სამხედრო მხარდაჭერით გაიარა. ამერიკელი, მაშინ როცა ირანი ჯერ კიდევ ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის აკონტროლებდა ამ მარშრუტს. მან ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი ოპერაციის დროს 22 გემი ღამით ჩაქრობილი განათებებით, მას შემდეგ გაიარა, რაც ირანის რადარები დაზიანდა. სწორედ აქ კრიზისის სხვა სიმძიმეს იძენს. ენერგეტიკის დეპარტამენტმა აღიარა, რომ გარკვეული გადაადგილება სრუტეში მართლაც მოხდა, რადგან ირანი პანიკაში ჩავარდა. და როგორ გადაიქცა ეს საიდუმლო ოპერაცია დიქტატურის წინააღმდეგ სასტიკ სამხედრო ზეწოლად, ამასაც მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ტრამპმა ჰორმუზის სრუტე ირანთან ნერვების ომის ცენტრში მოაქცია. როიტერის ინფორმაციით მან 10 ივნისს განაცხადა, რომ თუ მშვიდობის შეთანხმება არ იქნება, შეერთებული შტატები ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამს. და აღნიშნა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა 100 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის მქონე გემები გააცილეს. თვითონ ტრამპმა ამ ოპერაცია ნავთობის ფასს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ამ ქმედებამ ბარელის ფასი 85-დან 90 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნა, ნაცვლად იმისა, რომ 250 დოლარამდე ასულიყო. ყველაზე სკანდალური განცხადება მაშინ გააკეთა ტრამპმა, როცა ღამით 22 გემის ოპერაცია აღწერა. მან თქვა, რომ გემები უსინათლოდ გადიოდნენ, რადგან ირანის რადარები დაზიანებული იყო. ABC News-მა აღნიშნა, რომ ტრამპმა მილიონობით ბარელზე ისაუბრა, რომლებიც სრუტეში გადიოდა. შემდეგ კი თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 100 მილიონზე მეტი ბარელი და 200-ზე მეტი სავაჭრო გემი ამ მარშრუტზე გაიარა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამაც დაადასტურა, რომ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ირანულ ობიექტებზე თავდასხმები განხორციელდა. ოფიციალურ განცხადებაში CENTCOM-მა განაცხადა, რომ 9 ივნისს ამერიკულმა ძალებმა თავდაცვის მიზნით ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სახმელეთო საკონტროლო სადგურებსა და სადაზვერვო რადარებზე იერიში მიიტანეს. მას შემდეგ, რაც ამერიკული არმიის აპაჩის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ეს დადასტურება ამ ისტორიის სამხედრო ასპექტს ამყარებს. ტრამპი მხოლოდ ნავთობზე არ საუბრობდა. ვაშინგტონმა დაარტყა იმ სტრუქტურებს, რომლებიც ირანს საშუალებას აძლევდა რეგიონული ნავიგაციის მეთვალყურეობა და ზეწოლა განეხორციელებინა. როდესაც რადარი, საჰაერო თავდაცვა და სახმელეთო კონტროლი განადგურდა, ამერიკულ ოპერაციას გაფრთხილების სახე მიეცა. ირანს შეუძლია მუქარა, მაგრამ მას მარტო არ შეუძლია გააკონტროლოს ის გზა, საიდანაც მსოფლიომ ნავთობის მოძრაობა უნდა უზრუნველყონ და უელყოს. დიპლომატია იმავე ზეწოლის პაკეტში შევიდა. Axios-მა გააუცელა ინფორმაცია, რომ კატარის შუამავლები ცდილობდნენ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების აღდგენას, მათ შორის კატარი დიპლომატებით თეირანში. ამავე დროს ტრამპი ამბობდა, რომ ირანი ძალიან აჭიანურებდა წინადადებაზე პასუხს და არ გამორიცხავდა ახალ თავდასხმებს. კატარი კულისებში მოქმედ პერსონაჟად ჩანს, რადგან ცდილობს მოლაპარაკების გადარჩენას იმ დროს, როცა სამხედრო ველი იძაბება, სწორედ აქ წექცევა ირანის წნეხში. თუ ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, ეს ისე ჩანს, თითქოს უკან იხევენ მას შემდეგ, რაც ტრამპი ოპერაციას გაამჟღავნებს და პრეტენზიას გამოთქვამს. თუ უარს იტყვიან, ეს უფრო მეტ სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას გახსნის. რეგიონული წყაროების მიერ ნახსენები პროექტი ჯერ კიდევ პოლიტიკურ დამტკიცებას საჭიროებდა, მაგრამ თავად მოლაპარაკებების არსებობა უკვე აჩვენებდა, რომ თეირანი მოლაპარაკებებს კომფორტისთვის კი არა, საჭიროების გამო აწარმოებდა. ბაზარმა რისკის მასშტაბი იმიტომ გაიგო, რომ გლობალური მარაგები უკვე ზეწოლის ქვეშ იყო. როიტერსმა შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის მარაგები უმსხვილეს ეკონომიკებში 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე მიდიოდა. ამერიკულმა სააგენტომ იწინასწარ მეტყველა, რომ დეკემბრამდე მარაგები 2.3 მილიარდ ბარელზე ოდნავ ნაკლებამდე შემცირდებოდა. ირანში ომით გამოწვეული დანაკარგებისა და ჰორმუზში მოძრაობის ნორმალიზების სირთულის ფონზე. იგივე შეფასება ამბობდა, რომ მარაგების შემცირება ქმნის საფუძველს უფრო მაღალი ფასებისთვის. ეს არის ის მიზეზი, რაც ტრამპის სისწრაფეს ხსნის. საიდუმლო ოპერაცია მხოლოდ სამხედრო მანევრი არ იყო. ეს იყო მცდელობა, რომ ირანს არ მიეცა შესაძლებლობა ნავთობი იარაღად ექცია ოჯახების, ბიზნესის, ტრანსპორტისა და ინფლაციის წინააღმდეგ. თეთრმა სახმა ასევე მიმართა სტრატეგიულ მარაგებს, რათა შეემსუბუქებინა მდგომარეობა.
Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტმა ენერგოკომპანიებს სტრატეგიული ნავთობის მარაგიდან 40 მილიონ ბარელამდე სესხი შესთავაზა. ეს არის უფრო დიდი გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მოიცავს 162 მილიონ ბარელს. იმ დროისთვის უკვე დაახლოებით 133 მილიონი ბარელი იყო გაცემული სესხად. ეს ნაბიჯი იყო კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილი, რომელშიც მონაწილეობდა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დაახლოებით 30 წევრი, რომლებმაც შეთანხმდნენ, რომ გაათავისუფლებდნენ დაახლოებით 400 მილიონ ბარელს გლობალური რეზერვებიდან. მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს დაიწყო ომი შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის, ანუ ტრამპი ორ ფრონტზე მოქმედებდა: ჰორმუზის სრუტის გახსნა სამხედრო ძალით და ბაზრის სტაბილიზაცია რეზერვული ნავთობით. შედარება ვენესუელასთან საუბარში იმიტომ გაჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოიყენა ნავთობი როგორც ზეწოლის ბერკეტი. ვენესუელის შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა 50 მილიონამდე ბარელის სანქციების ქვეშ დაყოვნებული ნავთობის გადამუშავებასა და გაყიდვას. იმავდროულად ცდილობდა იმ მომენტისთვის განკუთვნილი მიწოდებების გადამისამართებას. ეს გამოცდილება ეხმარება გაგებაში, რატომ შეაშინა ირანის შემთხვევამ ბაზრები და მოწინააღმდეგეები. თუ შეერთებული შტატები შეძლებს ნავთობის ნაკადების კონტროლის ქვეშ მოქცევას, გადამისამართებას, თანხლებას ან პირობების წაყენებას, ომი მხოლოდ სამხედრო აღარ იქნება და ლოგისტიკურ ხასიათს მიიღებს. ვინც აკონტროლებს მარშრუტს, ის ფასზე ნაწილობრივ გავლენას ახდენს. ვინც აკონტროლებს ფასს, ფასს ამცირებს მტრის შანტაჟის ძალას. და ვინც ამცირებს მტრის შანტაჟს, მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო ძლიერი მიდის. ირანმა სცადა რეაგირება რაკეტებით, განცხადებებით და რაკეტით მუქარით, მაგრამ ტრამპის გამჟრავნებამ თეირანი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჰორმუზის ოპერაციამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატები მზად იყო ემოქმედა მანამდე, სანამ გამოაცხადებდა. გაეხსნა გზა მოლაპარაკებამდე და ფაქტი გაემჟრავნებინა მხოლოდ მაშინ, როცა უპირატესობა უკვე მიღწეული იყო. მიუხედავად ზუსტი რიცხვების მიმართ არსებული ეჭვებისა, ამბის არსი არ ქრება. ამერიკულმა სამხედრო ძალებმა მხარი დაუჭირეს ნავთობის ნაკადს. სტრატეგიულ სრუტესთან ახლოს ირანულ ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა. იყო მცდელობა შეეჩერებინათ ნავთობის ბარელის ფასის ზრდა და ვაშინგტონში ოპონენტების მხრიდან მყისიერი რეაქცია მოხდა, რადგან ეს თემა დაკავშირებულია ომთან, ინფლაციასთან და 2026 წლის საკანონმდებლო არჩევნებთან. კრიზისი კვლავ გრძელდება სამ სხვადასხვა ფრონტზე ერთდროულად. ზღვაში ხომალდები ჯერ კიდევ ეძებენ უსაფრთხო მარშრუტებს ჰორმუზის სრუტეში. სამხედრო სფეროში შეერთებული შტატები და ირანი კვლავ აგრძელებენ ძალის დემონსტრირებას. დიპლომატიის სფეროში კატარი ცდილობს შეინარჩუნოს მოლაპარაკება, რომელიც შეიძლება თეირანს აიჯუოს დათმობაზე წავიდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაამჟრავნა საიდუმლო ოპერაცია, რომელმაც ირანის ზეწოლა ნავთობზე დაარღვია. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.